ორი შეხვედრა შედგა, სადაც მე თანხას დავდებ ფინანსურ პოლიციაში. პირველ შეხვედრაზე რომ მქონდა ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც შევიტანე იმის გამო, რომ შეხვედრას ესწრებოდა შესაძლოა მაღალ ჩინოსანი, რომელიც უზრუნველყოთ ჩემი შეყვანა ჩხეკის გარეშე. 53 წლის ბიზნესმენი დიმიტრი კორთხონჯია სისტემას ელიტურ კორუფციაში ამხელს. სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს კორთხონჯიამ ილაპარაკა, რა სქემით ლაგდება საქმეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მოსამართლის და პროკურორის თანდასწრებით ის ყვება, რომ დიდი ფული ქრთამის სახით მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის თაროზე შემოსადებად მოსთხოვეს. ეს ყველაფერი კი ფარულად ჩაიწერა. ამ შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გააორგანიზა და ეს ჩამწერი მოწყობილობა გავაგზავნე გერმანიაში, სადაც მოხდება მისი ექსპერტიზა, ავთენტურობის დადგენა და შესაბამისი პასუხით ჩამოვა თბილისში. მომწყვანელი პირი დააკავეს. სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის მუხლით ბიზნესმენ კორთხონჯიას წინააღმდეგ 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო. გამოძიება მას 11 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლებაში ედავება. დაკავებული ბიზნესმენის თქმით, საქმის ჩაფარცხვა საგამოძიებო ორგანო $400,000 სანაცვლოდ აღპირდა. უთხრეს, რომ თუ ფულს გადაიხდიდა, მომჩივან მხარესთან დავას სამოქალაქო წესით გააგრძელებდა და ციხეში არ წავიდოდა. დიმიტრი კორთხონჯიას ბრალი წარუდგინეს არაერთი მუხლით და შემდეგ როგორც თვითონ აცხადებს, დაპირდნენ, რომ ამ ბრალდებებს მოუხსნიდნენ და გამოძიება შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდიდა გარკვეულ თანხას, რაზეც ამ იდეაში გამოსცალეს ძალით გამოართვეს $150,000. იგი აცხადებს, რომ ეს $150,000 გადასცა კონკრეტულ მაღალ ჩინოსანს, შემდეგ სთხოვდნენ დამატებით თანხას $250,000, თუმცა აღნიშნულის გადახდა ვეღარ მოახერხა და ამიტომ იმყოფება დღემდე დაწესებულებაში და არ შეწყვეტილა ეს საქმე. კვლავ მიმდინარეობს ის საქმე მის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს ბიზნესმენმა დეტალურად აღწერა გარიგება დიდი ფულის სანაცვლოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. შეხვედრა აქ, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე შენობის მეხუთე სართულზე შედგა. შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი მისივე მტკიცებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ნინო ახუაშვილი იყო. სასამართლო პროცესზე გამოკითხვის დროს გამომძიებელმა ნინო ახუაშვილმა პროკურორი ლევან კოპალიანის მითითებით ვერ გაიქცენა ბრჭყალებში მის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. სადაც ამ სამსახურის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ ჩემგან დიდი ოდენობით თანხით გამოძავრაში. ბიზნესმენის თქმით, სქემამ ასე იმუშავა. 2022 წლის შემოდგომაზე საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა, თუმცა საზღვრის კვეთის დროს გაფრენის საშუალება არ მისცეს და უთხრეს, რომ მის მიმართ ძებნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა დაწყებული. როდესაც შეხვედრაზე მივიდა, გამომძიებელი ნინო ახუაშვილი არ დახვდა. აქედან ერთ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ურეკავს საქმის დალაგების შეთავაზებით. დაახლოებით 22 წლის სექტემბერი, როცა მე გასვლა დავაპირე ქვეყნიდან აეროპორტში, გამაჩერეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაბალაპარაკეს ფინანსურში გამომძიებელ ახუაშვილს და დავბრუნდი უკან. ქალბატონი ნინო დამემალა გიორგი და დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში. მისით, რომ უნდა ჩემთვის დახმარება ფინანსურ პოლიციასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან საქმის დალაგებაში დასახმარებლად, იმიტომ რომ მე მასთან კაცობრიობა მაკავშირებს, ჩემთან მუშაობდა. თქვენ თხოვეთ მას დახმარება თუ თავისით მოვიდა? არა, თვითონ მოვიდა. ეს ინტერვიუ ციხიდან კომპანია ავტოლაინის მფლობელთან ჩვენ სასამართლოზე მიცემული სკანდალური ჩვენების შემდეგ ჩავწერეთ. რაც არ თქვა პროცესზე, დეტალები უკვე ჩვენთან საუბრისას დააკონკრეტა. დიმიტრი კორთხონჯია ამტკიცებს, რომ შუამავალი მას $400,000 სანაცვლოდ საქმის დალაგებას დაპირდა. ის თქვენთან მოსალაპარაკებლად გამოუშვეს თუ მისი ინიციატივით მოვიდა? საუბრობდით კი, იმიტომ რომ ყველაფერი იცოდა, ანუ იმ დროისათვის უკვე გარკვეული სასაქონლო მარაგები კომპანიაში დაკადაღებული იყო და იცოდა რა ღირებულების მარაგები იყო დაკადაღებული, რამდენი იყო თანხა კომპანიის ანგარიშზე და ასე შემდეგ. ანუ ცალსახად ჰქონდა მას გამოძიებასთან კავშირი. ბიზნესმენი ჩვენთან საუბრისას ყვება, რომ სატელეფონო საუბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მასთან ოქროყანაში ადის და მანქანაში ესაუბრება. პირველი შეხვედრა მოხდა ჩემს სახლთან, მანქანით მოვიდა და პირდაპირ მითხრა, რომ იცოდა ჩემი პრობლემების შესახებ, მითხრა დამისახება თანხა და ამ თანხის სანაცვლოდ მოახდინა პრობლემის მოგვარებას და თუ არა, პირდაპირ მითხრა, რომ აუცილებლად დამაკავებდნენ. ციხეში წასვლას ბიზნესმენმა გარიგებაში შესვლა არჩია.
შუამავალთან საუბრიდან რამდენიმე დღეში 2022 წლის ოქტომბერში უკვე პირველი შეხვედრა დგება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რომელსაც დაკავებული ბიზნესმენის თქმით დეპარტამენტის უფროსები, შუამავალი და გამომძიებელი ესწრებოდა. რამოდენიმე დღეში დამიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დამხვდა რიჩელოვნება გიორგი ქვემოთ ამიყვანა მეხუთე სართულზე, სადაც დაგვწა გამომძიებელი ნინო ახუაშვილი და შეგვიყვანეს უფროსის ოთახში, დიდი ოთახი იყო მისაღებით, სავარაუდოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და შეხვედრას დაესწრო გიორგი გარდა ორი პიროვნება. ერთი ერთმა წამირგინა როგორც დეპარტამენტის უფროსმა თავი დავითი ერქვა და მეორემ გიორგით. გიორგი იყო გამომძიებლის უშუალო ხელმძღვანელი და მითხრეს რომ აღზრულია საქმე, მაგრამ ყველაფრის დალაგება შეიძლება თუ იმ პირობებს შევასრულებ, რომელსაც შუამავალი ეთყოდა. პირველ შეხვედრაზე დამარწმუნეს, რომ ძალიან სერიოზულად იყო საქმე, აღზრულია სიფრის სამართლის საქმე და დამაპატიმრებდნენ თუ არ წავიდოდი იმ პირობებზე, ანუ არ გადავიხდიდი $400,000. ამის შემდეგ ბიზნესმენი დარწმუნდა, რომ შუამავალი ხაზზე იყო გამომძიებლებთან და $150,000 გადასცა. შეხვედრა 112-ის ცენტრალურ ოფისთან შედგა. რამოდენიმე დღეში შეხვდა გიორგი 112-ის წინ მანქანაში გადავეცი $150,000, რომელიც მოითხოვა. ერთად შევედით 112-ის შენობაში, უკან არის ადმინისტრაციული შენობა. ეს თანხა შეიტანა უფროსის კაბინეტში და ჩაკეტა სეიფში. გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან, დაურეკა ვინმე როლანდს, როგორც ვიცი გვარად, რომელიც ასევეა რაღაცა მხრივ ჩართული და უთხრა რომ თანხა მიღებულია და მიხედეთ საქმეს. ბიზნესმენი კორთხონჯია არაერთი კომპანიის დამფუძნებელია. ის ქვეყანაში ძვირადღირებული ავტომობილების სავაჭრო ცენტრს, ავტოლაინს ფლობდა. გამოძიების პერიოდში მისი ქონება და აქტივები დააყადაღეს. ქრთამის პირველი ნაწილის გადაცემის შემდეგ ის ყადაღის მოხსნას ითხოვდა, რომ დარჩენილი $250,000 შუამავლისათვის მიეცა. დაახლოებით ერთ კვირაში დამიბარეს ისევ შინაგანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მითხრეს ყველაფერი დალაგებულია, ესე ვთქვათ, ჭრალებში და გამეგზელებია ურთიერთობა გიორგი ჩემთან მოვიდა რამდენიმე დღეში ნასვამი, ძალიან ნასვამი იყო საღამო დრო და მოხდა ჩვენ შორის შელაპარაკება, ანუ ის თხოვდა კიდევ $250,000, რომელიც მაშინ არ მქონდა და მე უთხარი რომ გადახდა შევძლებით მხოლოდ მაშინ, როცა მოიხსნებოდა გადაღები ანგარიშებზე. სოფა შელაპარაკება და მან მიმართულებით გაისროლა. აი, იქიდან მოხდა აქტ გასროლა. მე სამზარეულოში ვიყავი. ყვირილი ჩხუბის ხმა შემომესმა. ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა თავიდანვე. ეს ადამიანი თქვენ მეუღლის წლების განმავლობაში წლების დიახ. მასთან მუშაობდა კიდეც დაცვაში, როგორც მე ვიცი. ტყუის კვალი კორთხონჯიას სახლს ამ დრომდე ეტყობა. ბიზნესმენის მეუღლე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მათთან იმ დღეს სტუმრად პირველად არ ყოფილა და ის დაკავებულთან წლების განმავლობაში ახლობლობდა. ჩხუბის მიზეზი კი, რომელიც დაკავებულსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს შორის მოხდა, ლუსი მანჯავიძის თქმით, დიდი ფული იყო, რომლის გამოძალვასაც ბიზნესმენისგან საქმის დალაგების სანაცვლოდ მოქმედი თანამშრომელი ცდილობდა. ამ სამართალდამცველის ჩარევის შემთხვევაში თუ ქრთამს მიცემდა თქვენი მეუღლე, დიახ. როგორ დალაგდებოდა ეს საქმე? როგორც თვითონ გითხრა, ჩაფარცხავდა ამ საქმეს და არანაირი პრობლემა აღარ შეექმნებოდა. მაგრამ როგორც კი ფული არ ასე რომ ვთქვათ, მივეცით, მეორე მესამე დღეს ჩემი მეუღლე დააკავეს. სრული მთელი რაოდენობით მეცით თუ ნაწილი? ნაწილი მივეცით. ის რომ საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ამას ბიზნესმენის აზრით კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საშვი, რომელიც ბიზნესმენს თავად შუამავალმა აჩუქა. სასამართლო პროცესზე ბიზნესმენმა შუამდგომლობად საჯარიმოზე მყოფი მისი ავტომობილიდან ამ საშვის ამოღება დააყენა. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება ამ საშვის წარმომავლობა, გაირკვევა, ვინ მონაწილეობდა საქმის ჩაფარცხვაში. საშვის ამოღების შემთხვევაში დადგინდება ამ საშვის წარმომავლობა და პირდაპირ დაფიქსდება იმ პირობების ჩემთან კავშირი, რომელმაც ჩემს იზალა და ფული გამოგზავნა და მესურვა. შესაბამისად, თქვენს დაგეხმარებათ ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო დაკითხვის დროს ბიზნესმენმა ელიტური კორუფციის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ნინო ახუაშვილი დაასახელა. მას
შუარგოლის ფუნქცია ჰქონდა. ნინო ახუაშვილმა ბიზნესმენის ბრალდებებს არ უპასუხა. სოსო რამიშვილის მითითების საფუძველზე აიღეთ ქრთამი $150,000 ოდენობით. $400,000 უნდა მოეტანა ავტოლაინის დამფუძნებელს. ვინ მიგითითათ, რომ ქრთამი უნდა აკერყოთ ამ საქმეზე? საქმის დალაგების სანაცვლოდ ქრთამს იღებენ ფინანსურ პოლიციაში? ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში. ვისი ხელმძღვანელობის ქვეშ აიღეთ ქრთამი? რამიშვილმა იცოდა ამის შესახებ თუ რამიშვილის უჩუმრად დაიწყეთ მოლაპარაკებები შპს ავტოლაინთან? ცნობილი ბრენდების მანქანების იმპორტიორი კომპანიის მფლობელმა ქართული ოცნების სისტემა ელიტურ კორუფციაში ამხილა. იმ პერიოდში, რომელზეც ავტოლაინის დამფუძნებელი საუბრობს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იოსებ რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ეს მდიდრული სახლი ქოშიგორას ელიტურ უბანში სოსო რამიშვილს ეკუთვნის. ის პოსტიდან რამდენიმე თვის წინ პრემიერად ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ წავიდა. ჩვენ სოსო რამიშვილთან კონტაქტი და იმის გარკვევა ვცადეთ, იცოდა თუ არა, რომ მის სამსახურში აღძრული საქმეების გაჩერებას დიდი ფულის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. გამარჯობათ. ბატონ სოსოსთან ვარ, შეგიძლიათ გადასცეთ? რამიშვილი შაბათის ეთერს არ შეხვდა. ბიზნესმენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნების ვინაობით დაინტერესდება, ის მზად არის ყველა ამოიცნოს. მაღალჩინოსნები ფინანსთა სამინისტროს და საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ნინო ახუაშვილი და მისი ხელმძღვანელი პირები, ასევე პროკურორი ლევან პოპალიანი და სავარაუდოდ მისი ზედამხედველები. პროკურორი ლევან პოპალიანი ცდილობდა დაეფარა ჩემს მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებები და თვითონაც ჩაიდინა არაერთი მძიმე დანაშაულები, რაც საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდება საქმის ჩაფარსვა და არსებული მტკიცებულებების განადგურება. პირდაპირ ჩემ დანაშაულთან არის კავშირში. რო ჩატარებული იყო გამოძიება ობიექტურად, მე აქ არ ვიქნებოდი. პირველ რიგში შეისწავლიდა ჩემს საბანკო ამონაწერებს, გაურთავდა საქმეს, შეისწავლიდა ჩემს შემოსავლებს და შეისწავლიდა მიმოწერის ავთენტურობას. შეისწავლა აი მის სამართლებს, საიდანაც ყალბის საბუთები იქნა გაგზავნილი და შესაბამისად მე აქ არ ვიქნებოდი. ამიტომ ბრალდებას არ ვიცი რაზე ეცინება. ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა ჩემს მიმართ, თუნდაც ის რომ მე მესროლე სახში, ეს მე ვთქვი იმაზე პროცესზე და შესაბამისი რეაგირება მას უნდა ქონოდა. მისი რეაგირება იყო ის რომ იცინოდა, ისე ირონიულად ისე როგორც ეხლა იცინეს. აქ არაფერი საირონიო არ არის. სიცოცხლის მოსპობის მუქარა და მცდელობაა. ლევან კოპალიანს ეს ბრალდებები პირველად არ მოусმენია. ამიტომ ჩვენ მას ვკითხეთ, რა გააკეთა, როდესაც მოისმინა ელიტური კორუფციის ამბავი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნების დადანაშაულება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. ადამიანი, რომელსაც თქვენ ბრალს უყენებთ, სერიოზულ ბრალდებებს უყენებს, სახელმწიფო უწყებებს. ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურში მეხუთე სართულზე დაიბარეს და მოთხოვეს დიდი ოდენობით ქრთამი. ანუ პროკურორს არ დაგაინტერესათ თქვენ ეს ასე მე არ მეხება ეგ საკითხი მეტი გაიგეთ. ამაზე თუ დაიწყოთ. არა, გამოძიება დაიწყო თუ არა, არ დაინტერესდით? ის ხალხი, ვინც ამას მოусმენს თქვენ შანაცვლად. ანუ გაგების პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ მიპასუხეთ. მერწმუნეთ. თქვენ არ დაინტერესდით, მარტივი კითხვა მაქვს. დაიწყო თუ არა ამ საქმეზე გამოძიება? მე დავინტერესდი იმ კუთხით, რაც მე მეხება. ხოლო იმის ფარგლებში მაინტერესებს. მოხელები რომ თამს ითხოვდნენ, ამით არ დაინტერესდით. მე არ მეხება ეგ საკითხი. კოპალიანმა ისიც არ იცის დაიწყო თუ არა ბიზნესმენის ჩვენების საფუძველზე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მოკვლევა მისმა რომელიმე კოლეგამ. ქრთამი თუ ვინმე რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენელმა აიღო, მე არ მეხება თანამდებობრივად, მე არ მეხება ამის გამოძიება. დებულებებით, ქვემდებარეობებით, პროკურორის დაინტერესებულ ხართ ხო? სწორად გავიგე. სამსახურში არ გეკითხავთ, არის თუ არა ამაზე საქმე აღძრული? ვერ გეტყვით მეთქი. ბიზნესმენის ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საჯარო მოხელეების მხრიდან ქრთამის გამოძალვის ფაქტზე გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. თუმცა ისე დაიწყო გამოძიება თბილისის პროკურატურაში, რომ საქმისთვის შესაბამისი კვალიფიკაციაც არ მიუციათ. გამოძიება მიმდინარეობს, გამოკითხვის დროს მიცემული აქვს ჩვენებები, თუმცა გამოძიება არის არაეფექტიანი და შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა არანაირად. აღძრულია საქმე არ მიმართულებით. არაერთხელ მივმართეთ ჩვენ გენერალური პროკურატურის გენინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მათ შორის სუსის ანტიკორუფციულს მივმართეთ. თუმცა ყველა განცხადება თავი მოიყარა ბოლოს თბილისის პროკურატურაში. თბილისის პროკურატურამ განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება, თუმცა თაღლითობის მუხლით დაკავშირშია ცოტა გაუგებარია თაღლითობა ქრთამის გამოძალვასთან, მაგრამ ამ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ დამდგარა სამწუხაროდ.
ბიზნესმენის ადვოკატისათვის უცნობია, ქრთამის გამოძალვის ფაქტზე საჯარო მოხელეები გამოძიებამ გამოკითხა თუ არა. დაკავებულ ბიზნესმენს ქრთამის გამოძალვის საქმეზე არც დაზარალებული სტატუსი აქვს.